მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია უკვე 5 წელია თელავში ფუნქციონირებს მისია მიგრანტთა პრობლემებზე მუშაობს. იმ მოქალაქეებს, რომლებიც 1 წელზე მეტი საქართველოს ფარგლებს გარეთ ცხოვრობდნენ და უკვე 1 წელია სამშობლოში დაბრუნდნენ, სხვადასხვა სერვისებს თავაზობენ და მცირე ბიზნესის წამოწყებაში ან უკვე არსებულის გაფართოებაში ეხმარებიან. ორგანიზაცია ასევე მუშაობს საზღვარგარეთ სამუშაოდ ლეგალურად წასვლის მსურველთათვის სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიწოდებაზეც. მიგრაცია მსოფლიოს მრავალი ქვეყნისთვის და მათ შორის საქართველოსთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. უამრავი ადგილობრივი მოქალაქე საკუთარი ოჯახის სარჩენად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებშია წასული და ფიზიკურად მუშაობს. არის შემთხვევები, როდესაც უცხოეთში წასული არალეგალები ტრაფიკინგის მსხვერპლი ხდებიან. უკვე 5 წელია თელავში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ფუნქციონირებს. ორგანიზაცია ორი მიმართულებით მუშაობს. ემიგრაციიდან დაბრუნებულ მოქალაქეებს საერთაშორისო მისია სხვადასხვა სახის დახმარებას თავაზობს. სარეინტეგრაციო მხარდაჭერაში ჩვენ გულისხმობთ სხვადასხვა სახის დახმარებას. ეს არის პროფესიული გადამზადება, დასაქმებაში ხელშეწყობა, მცირე ბიზნესის წარმოება, არსებულის გაფართოება, გადაუდებელი სამედიცინო დახმარება და დროებითი თავშესაფარი. უცხოეთში ლეგალურად სამუშაოდ წასვლის მსურველებისთვის ორგანიზაცია საინფორმაციო საკონსულტაციო მისიის ფორმატშიც მუშაობს. როგორც მისიის თელავის ოფისის კოორდინატორი მაკა ლეონოვი აცხადებს, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ცდილობს მოქალაქეებს მაქსიმალური ინფორმაცია მიაწოდოს. რაც შეეხება უსაფრთხო მიგრაციის საინფორმაციო საკონსულტაციო კომპონენტს, აქ უკვე გულისხმობთ თქვათ სანდო ინფორმაციის მიწოდება, თუ თქვათ რა ლეგალური დასაქმების შესაძლებლობები არსებობს საზღვარგარეთ, რა არის ზოგადად ტრაფიკინგი და არალეგალური მიგრაცია და ანუ ჩვენ ვაწვდით სანდო ინფორმაციას ყოველივე ზემოაღნიშნულის შესახებ. მარინა ჯგუთაშვილი 13 წლის განმავლობაში ირლანდიაში ცხოვრობდა და მუშაობდა. 2013 წელს იგი თელავში დაბრუნდა და საოჯახო სასტუმროს გახსნა გადაწყვიტა. მას შემდეგ, რაც მიგრაციის საერთაშორისო ცენტრის არსებობის შესახებ გაიგო, მიაკითხა და ბიზნესის დაწყებაში დახმარებას თხოვა. იგი თვლის, რომ ქვეყანაში მსგავსი პროექტების არსებობა მნიშვნელოვანია. მოვიდნენ შეამოწმეს რა ხდებოდა, რა კეთდებოდა და კითხეს, რომ რა გინდოდა, რაში შეიძლება გამოგეყენებინა ეს თანხა და უკვე ისე ვიყავი, რომ ავეჯი მეკლდა დასადგმელი საწოლებით და მოჭკები რაღაც და რასაც ჩავედიეთ ამ 3,000-ში ვიყიდე. ძალიან გმაყოფილი, იმ პერიოდში უკვე ისე იყო, რომ თანხები გაიხარჯა, სადაც ფიქრობ 1000 და გეხარჯება, იქ ეხარჯება, შეიძლება 2000 და 2500 და ისე იყო და მართლა ჭირდებოდა, რომ შეიძლება უნდა გამომეტანე კრედიტი და გამეკეთებინა, მაგრამ ჩემთვის ის 3,000 მართლა სერიოზულად დიდ ფულს ნიშნავდა. საქართველოში დაბრუნებულ თუ ემიგრაციაში წასვლის მსურველ მოქალაქეებს მეტი ინფორმირებულობისთვის შეუძლიათ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას ნებისმიერ სამუშაო დღეს მიაკითხონ.